უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს, პირველ სამშობიაროს არ გაეკაროთ. ცოცხალი მის ფეხით შევიდა ადამიანი და გამოგვატანეს მკვდარი. ეს მომიკლა სალომე საჯაია. ზაზა ავალიანმა. გამარჯობა. დღევანდელ ჩემს გადაცემაში კიდევ ერთ მძიმე ამბავზე მოგვიწევს საუბარი. ფაქტიურად დაჩეხეს და დაკლეს. ყველაფერი მზად ქონდა ბავშვის, რაც კი საჭირო იყო. რატო არის ამდენი სიკვდილიანობა მაგ საავადმყოფოში? ეხლა მე დედა ჩემი სასაფლაოზე მისვლა კი არ უნდა მიწევდეს. მის ბედნიერებას უნდა ვიზიარებდე და ჩემ ძმასთან ერთად ფაქტიურად გვერდით უნდა მყოლოდა. შაბათი დღე, არა სამუშაო საათებში. მეუღლის გარეშე რატო გაუკეთა სალომე საჯაიამ ოპერაცია? უნდა რომ ყველასთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, მაგრამ ეს სიურპრიზი ცუდად დაგვიმთავრეს სამწუხაროდ. მეზობლისთვისაც უთქვია, რომ ანუ როგორ გარესკევო ამას აქშიო და ანუ თუ არ გარესკევო ვერ მოკვდებიო, ეს სიტყვები უთხრა. აი, საიდან გრძნობა არ ვიცი. მაგად ამალეს ყველანაირი ფაქტი, მე ასე ვფიქრობ. გამარჯობა. დღევანდელ ჩემს გადაცემაში კიდევ ერთ მძიმე ამბავზე მოგვიწევს საუბარი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირი და თითქმის ყოველდღიურობა გახდა ტრაგედიები, უსამართლობა და შეუძლებელია რომ ნორმალური საზოგადოება ამ ყველაფერს შეეგუოს. და ძალიან ცუდია ის, როდესაც ხმის ამოღება გვიწევს და გვჭირდება სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი უბედურება უკვე მომხდარია. რამდენიმე თვის წინ თბილისში, პირველ სამშობიაროში გარდაიცვალა ქალი, რომელიც გადაყვა მშობიარობას. ბავშვი გადარჩა, მაგრამ ამ ქალის ოჯახის და თავად ჩვილის ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა. დღეს სპეციალურად ბათუმიდან დიდი პატივია ჩემთვის, რომ სწორედ ასეთი ნდობა გამომიცხადეს და ეს ადამიანები ჭირის უფლები არიან დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები, რომლებიც მოგვიყვებიან თავის ამბავს. უმძიმესია ჩემთვის ადამიანურად ესეთ თემებზე მუშაობა, თუმცა მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ეს ჩემი მინიმალური მოვალეობა არის, რომელიც შემიძლია, რომ ამ ეტაპზე აქედან ესე შევასრულო. მოკლედ, გარდაცვლილი ქალის დედა, შვილი და ოჯახის ახლობელი არის ჩვენი სტუმარი და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ამ ხელაგზე გამოიარეთ, ეს ნდობა გამომიცხადეთ და არ ვიცი, ვიზიარებ თქვენს უდიდეს მწუხარებას. თქვენ შვილზე მომიყევით, რამდენი წლის იყო, მე რამდენი მშობიარობა იყო? 59 წლის იყო ჩემი შვილი. ძალიან ცუდი ორსულობა ქონებია წნევებით. ეს იყო მეოთხე შვილი. სამი შვილი ყავს ეს სხვა ოჯახი და ძალიან კაც ოჯახში იყო. ძალიან კაი ქმარი ყავს მეუღლე. მეც მიხაროდა რომ კაი ბედი ქონდა. მაგრამ რა ვიცი, ღამე რომ მიიყვანა მეუღლემ, გააღვიძა ბოლოს, რომ ცუდად ვარ, მევლოდ ეს უკვე ბოლოს, როდესაც მე-9 თვეში. მე-9 თვეში. რომ მიიყვანა საავადმყოფოში ქმარმა, ექიმმა გააგზავნა სახლში, დილას გაკეთდება ეს ოპერაციაო, წადი შენ სახლშიო უთხრა. მიიყვანა ცოლი მშობიარე? კი, წნევიანი ცუდად მყოფი და დაატოვებია საავადმყოფოში. და რას ეუბნება, რომ უნდა ამშობიარონ თუ რა ჯერა დილას. დილას ვამშობიარებთ და მანამდე დავტოვებთ აქ და წადიო მეუღლეს ეუბნებიან. მივედი სახლში და ნატოი მირეკავსო. ოპერაციაზე გავყავარო. წამოვედი, მოვედიო. უკვე ბავშვი ნატო ვინ არის უკეთ რა? ნატოი ჩვენ სახლში ნატოი იყო. ნატოს უძახი. ლეილა მამამისმა გაატარა და ორი სახელი ერქვა. თქვენ შვილს? კი. ეს ყველაფერი ვთქვა? თქვით რა. ხო, მევლუდს უთხრა რომ 1500 ლარიო. მევლუდიც ვინ არის ახლა? ეს მეუღლეა. მეუღლე. მევლუდმა თქვა, დღესაც მითხრა. ექიმა მოთხოვა ეგრევე 1500 ლარი იმ დღესვე. იმ წუთში. ხო და ვინჩიო და 1500 ლარსო, ოღონდო ნატოი გადარჩენილიყო, ზედ საჩუქარსაც დავუმატებდიო. დღესაც მითხრა. მერეო წევედი ეკლესიაშიო, 10 წუთი დამჭირდა თუ არა ეკლესიაში მისვლასო და მოსვლასო, ნატოი აღარ იყო და ნატომ რომ ჩვენ გველაპარაკა,
ექიმმა ნემსი და გამიკეთოსო და მერე დაგელაპარაკებითო. სულ ყველას ასე ელაპარაკა. გახდა საღამო, ყველა ამბობს ნატოი არ გვეხმიანება, ნატოი არ გვეხმიანება. მევლუდმა თქვა რეამინაციაში იყო რომ მევედიო. იმათ წუთში მეტი არავინ არ იყო მეუღლის გარდა იმ მომენტში. იმ მომენტში არა და აგი ამბობს ახლა ეს ელენე რომ არ ვიცოდიო არაფერიო. აი მთელი ეს ორსულობის პერიოდი იყო რთული, ხო? ასაკიდან გამომდინარე თუ რატო? მეშვიდე თვიდან უკვე ეწყებოდა წნევები, სულ ფაქტობრივად წნევის წამალზე იჯდა. ექიმი ყავდა აყვანილი, რომლის მეთვალყურეობის დროშაც დადიოდა, ანალიზებს აკეთებინებდა ძალიან ბევრჯერ იბარებდა. არ უნიშნავდა ამ საკეისროს, რატო წერავდნენ ვერ მივხვდი. და მოულოდნელად მირეკავენ ღამე, რომ თურმე ბავშვი გაუჩნდა. შაბათი დღე, არა სამუშაო საათებში. მეუღლის გარეშე, რატო გაუკეთა სალომე საჯაიამ ოპერაცია? ეხლა მითხარით, ყავდა ექიმი აყვანილი, რომელმაც გაუწია რეკომენდაცია იმის, რომ მისულიყო პირველ სამშობიაროში, სადაც იმშობიარებდა, ოღონდ არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ გახდა ცუდად და მოუხდა წასვლა. მანამდე, იცით როგორ იყო, მანამდე განაყოფიერებით ყავდა ეს ბავშვი ჩასახული, რომელიც უშუალოდ სხვა ექიმმა მანანა რაგვარის იყო და მანანა ექიმმა 7 თვემდე მასთან დადიოდა და მერე 7 თვის მერე ურჩია ეს სალომე საჯაია. სამშობიარო ტკივილებიც ხოდა. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ საჩქაროდ ეგრე არ გაუკეთებდა, არც არ გაგმავდნენ ეგრე. არ იყო დანიშნული საკეისრო კვეთა და რანაირად გაუკეთა ეგრე არ დაუგეგმავად ხდება საერთოდ. კურნალმა ექიმმა გაუშვა მან ამ ქალთან. ეს იყო მისი ექიმი უშუალოდ მისი ექიმი იყო სალომე საჯაია. და მოკლედ გაუკეთეს ოპერაცია, დილითაც რომ გადაურეკე, ჩვეულებრივად, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ოპერაციები როგორც გამოიყურება, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მეუღლეს ველოდებოდი, რომ უნდა გავსულიყავი სამშობიაროში. სადღაც პირველის 15 წუთზე. ესაუბრეთ თქვენ რომ პირდაპირ ვესაუბრეთ. ყველა ესაუბრებოდა. ბავშვის ფოტო გადმოგვიგზავნა ყველა. მართლა? სურათები ჩაგვიყარა. პირველში უკვე ეს ამბავი მოხდა. პირველში რომ გამოვიდეს მინდან 10 საათი იყო დაურეკეთე და ჩემს ბავშვიც დამანახა რომ მარიტა ნახე რა საყვარელიაო და რა პატარაო. და მე ძალიან გამიხარდა ეხა მანაც კარგად იყო თვითონ და მიხაროდა რა ფაქტიურად. აი შემდეგ წავიდი სოფელში, ანუ არ ვიცოდი რომ ცუდად გახდა რაღაცა. ურეკავ დედაჩემს არ პასუხობს, ურეკავ არ პასუხობს. ამის 12 საათი იყო. მეორე დღეს? ან პირველში საღამოს. არ ვიცოდი, არ ვეუბნებოდი ჯერ. ანუ არაფერი არ ვიცოდი საერთოდ. და ბოლოს უკვე რომ ძალიან რთულად იყო და ვეღარ გამოვიდა ანუ ამ შოკიდან, მისმა მეუღლემ მითხრა რომ მართა ძალიან ცუდად არის და თუ ჩამოხვალო. აი იმ დროს ვეღარ მოვიწმი და ღამის 12 საათზე მანქანა ნახე და წამოვედი სასწრაფოდ. გამთენიოს 6 საათი იყო, როცა ჩამოვიდა დედაჩემს ხედავ რეანიმაციაში, უკვე მდგომარეობაში. ფაქტობრივად 11 წელს მანძილზე საავადმყოფოში იყო დედაჩემი, უკვე მდგომარეობაში. სალომე საჯაიამ როცა იცოდა რომ ამ ანტიბიოტიკზე ალერგია ჰქონდა, ანუ დედაჩემს მინაწერი ჰქონდა რომ ალერგია მომცა, გავიკეთე გადასხმები და გამიარა, მაგრამ არ ვიცი რა მომცა ზუსტად. ანუ ან საჭმელმა ან ანტიბიოტიკმა, მაგრამ სავარაუდოდ ანტიბიოტიკის შედეგად. და გადასხმით ფაქტიურად, იმიტომ რომ ცეპრიაქსონის ნემსი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც გამოიწვია ეს ალერგია ფაქტიურად. იცი რა მაინტერესებს, საკეისრო ჩატარდა ჩვეულებრივად. ანუ საკეისრო გაკეთდა ღამის საათებში. სწორად გაკეთდა ყველაფერი? ნუ სავარაუდოდ ზუსტად ეგეც არ ვიცით რა დააშავენ საერთოდ. თქვენ მეწერან მიყვებოდით სანამ დავიწყებდით გადაცემას ამ დეტალებზე, რომელიც იქ თქვენი თვალით ნახეთ და კი ბატონო. ანუ სალომე საჯაიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ანუ ეთქვა ვინმეზე რომ ამ ნემსზე იყო ალერგიული და როცა დედაჩემი რეანიმაციაში მოხვდა, ანუ რეანიმაციის ბიჭი გამოდის და ეუბნება ექიმი რომ შენ იცოდი ამ ანტიბიოტიკზე რომ ალერგია ჰქონდა და სალომე საჯაიამ გაპირობი გაიხედა არა, არ ვიცოდიო. ეს ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ყველაფერი, ანუ ეს SMS-ებიც კი. მე იქ ვიყავი, როცა ავედით და მოვითხოვეთ რისგან იყო ქალი კომაში ჩავარდნილი.
გამოვიდა რეანიმაციის ექიმი და გვეუბნება, რომ ანაფილაქსიურ შოკშია. რამ გამოიწვია ანაფილაქსიურ შოკი? ალერგიულმა შეტევამ. და მე მიუტრიადი და ვეუბნები, ალერგია რომ მქონდა, მეთქი მეუღლეს უთხარი, არ იცოდით, მეთქი რა ნემსი დაუნიშეს, რა გაუკეთეს ქალს შოკში ჩააგდეს მეთქი და მიუტრია და რეანიმაციის ექიმი და ეუბნება ამ სალომეს აჯაიას, ალერგია ქონიაო და არ იცოდიო და ალერგიაო როდისო მეუღლეს ეკითხება. ნატოს მეუღლეს, როდის ქონდაო ალერგიაო? გამოვედი პალატაში, გავხსენი ნატოს ტელეფონი და ყველაფერი მინაწერები არის. ყველაფერი გვაქვს შენახული, რომ მომცა რაღაცა ალერგია, ჩაგდებული აქვს რეცეპტი, სადაც წერია ერთაი გარკვევით ვის წერს ამას? სალომეს აჯაიას. რომ აი ეს წამალი მაგ გაკეთება და სავარაუდოდ არ ვიცი რა მომცა ალერგია, მაგრამ წამალის მერე დამეწყო ალერგია. ნუ მოკლედ რაც ქონდა ეს მედიკამენტი ანტიბიოტიკზე ალერგია, იგივე წამალი ქონდათ გაკეთებული და ამ აი პირდაპირ მე ვიყავ ბოლო ადამიანი რომ დაურეკე პირველ 15 წუთზე ველაპარაკე და ნემსი უნდა გამიკეთო და გადმოგირეკავო. ამ ნემსის მერე არავისთან აღარ ვილაპარაკე, იმიტომ რომ ჩავარდა შოკში. დაემართა უჰაერობა, ჩავარდა კომაში, გადაიყვანეს რეანიმაციაში, ადის მეუღლე არ არის პალატაში, ქალი და მირეკავს მე რომ ნატო არის ძალიან ცუდად, რეანიმაციაში აიყვანეს, რომ მივედით, მაქვს ფოტოები, როგორ დაგხვდა, გათიშულ მდგომარეობაში, იმის მერე ჭკუაზე ვერ მოიყვანეს ქალი. მთელი ზღაპრებით, ვითომ თირკმელები მუშაობდა თავიდან ბევრი რაღაცა იყო შეუსაბამო. მე მე-13 თუ მე-4 დღეს გაუჩერდაო თირკმელაო და დიალიზზე უნდა გადავიყვანოთო. დიალიზამდე თბილობ. არაფერი, არც ვიცით რა გავუკეთდა რა და მოკლედ საბოლოოდ ვიცით რა გავუკეთდა. არც ვიცით. აი რაღაცა აბსურდში ვცხოვრობ. სისხლის გადასხმა ყოველდღე გაიგიათ, მე არ ამჯერა სისხლს უსხავდნენ, იმიტომ ყოველდღე სისხლს დიალიზი ძლივს მიიღო ორგანიზმაო. აი ძალიან ბევრი ტყუილი რა და საერთოდ გონზე ვერ მოვიდა ხო? საერთოდ ვერ მოვიდა. და რამდენი დღე იყო? მე-4 დღეს უკვე მე-11 დღეს გარდაიცვალა. დააძინეს მე-4 დღეს, აი მე-4 დღეს რომ დააძინეს, იმის მერე უარესობისკენ წავიდა. ამათ მაუთხეს როგორ 4 შაბათი დღე იყო, დავაძინებთო და პარასკევს გამოვაღვიძებთო და გამოვიყვანთ მდგომარეობიდანო. პარასკევიც მოვიდა, შაბათიც მოვიდა, ბოლოს რომ პოლიციაში ბავშვმა დაწერა განცხადება და რომ უჩივლა, შეკრიბეს კონსილიუმი და ამოჭრეს საშვილოსნო. და აწვარეს 11 დღე, 11 დღე გაძლო ორგანიზმმა, მეტი ვერ. და გამოგვეტანეს აი არ მინდა ვთქვა რანაირ მდგომარეობაში. საერთოდ არ გავდა თავის თავს. ერთი კვირის მანძილზე სალომეს აჯაიას ვეძებდი საავადმყოფოში, რომ მინდოდა მენახა, დავლაპარაკებულიყავი, რომ ანუ თავისი ექიმი იყო და მინდოდა გამეგო, ანუ პაციენტს იბარებ, ასაკიანი, ორსული და ხომდა პატრონებოდი მას ბოლომდე, როგორც საჭირო იყო. მით უმეტეს, როცა იცოდი, რომ ალერგია ქონდა და მაინც არ გაითვალისწინე ეს ფაქტები. ტელეფონზე ურეკავდი, ან პასუხობდა საავადმყოფოშიც, ანუ არ იყო სამსახურში არ დავიდა. არ იყო, აი ვერსად ვერ ვნახე. ხალი მძიმე მდგომარეობაში იყო, ისი პაციენტი და სამსახურში არ იყო. მეუღლის ტელეფონით რო ურეკავდი, წერდა, რომ სისხლის ბანკზე დავბივარო. აი ესეთი SMS მომწერა. ის მოყევი, აი რომ დავრეკეთ და არ არისო სამსახურშიო, მოვიკითხეთ, არ არის სამსახურშიო და დირექტორს რო უთხარით, რას გვემალებაო, რომ მოგიყვანა. აი ეს მოყევი. ცხელხაზზე დავრეკე, ანუ მაინტერესებდა სად იყო მინდოდა ნახვა. ცხელხაზზე დავრეკე, არ არის საავადმყოფოშიო მითხრეს, ტელეფონზე ურეკავდი, არ მპასუხობდა. რამოდენიმე საათში მოვიდა ზაზავალიანი, ყვება დედაჩემის მდგომარეობას, ორთული მდგომარეობა, ერთად უნდა შევიკრათ, ერთად უნდა გადავარჩინოთ და ზაზაჩინოს მკურნალი ექიმიც თუ თავზე არ ადგას და ვერ პოულობ და სახეზე ვერ ცნობ. ზაზავალიანს ვეუბნები, რომ სალომეს აჯაია სად არის, ერთი კვირის მანძილზე რომ მას ვეძებ და არსად არ ჩნდება. როგორ არა საავადმყოფოშიაო. ანუ ტელეფონზე ურეკავ, არ მპასუხობს მეთქი, საავადმყოფოში დავეკე, მეუბნებიან რომ აქ არ არის, სად არის. დაურეკა ზაზავალიანმა და კარგი მე მოვიყვანო. რამოდენიმე საათში მოიყვანა ზაზავალიანმა, აი როგორც ბავშვი იქნება, კედელზე აიყუდება ზუსტად აი ესე ამეტუზა და მე ველაპარაკები რომ
დედაჩემი ხო შენთან დადიოდა, ხო და პატრონებოდი მას ბოლომდე. მით უმეტეს რატომ არ გაითვალისწინე ეს ფაქტი, რომ მას ალერგია ჰქონდა და ხონდა გეთქვა სხვა ექიმისთვის რომ არ გაუკეთოთ ეს ანტიბიოტიკი. ან ბოლომდე გამოიკვლიეთ. ამას აბრალებთ რომ ანტიბიოტიკის ბრალია? დიახ. ყველაფერი? ანუ ფაქტიურად იცით როგორ არის, ხალი მელაპარაკა და ნამნევსის გაკეთების მერე ჩავარდა ანაფილაქსის რატომ შოკში. მიიღო ამის საჭიროება? ну, როცა რაც საკესოს აკეთებენ, ზოგადად ანტიბიოტიკს უკეთებენ, მაგრამ ყველა ხონა სინჯებით. ну, ჩვენ გვითხავს რომ სინჯი გაკეთდაო, ეს ხდებაო, სინჯი კეთდებაო, პირველად რომ არ მისცემს ალერგიასო და შეიძლება მეორე ნემსზე მისცესო და შეიძლება და დაყრდნობა იყო და ფაქტიურად იყო მათ რაღაცა დანაშაული, რომელსაც ფარავს ზაზავალიანი ფარველობს მათ თავის ექიმებს, როგორც სხვა პაციენტებზე და ფარველობს და სხვა პაციენტებს იმას აქნა შეიწირა, ისე შეიწირა ჩვენი ნატო ჭურკვეიძე. აი ისე შეიწირა. დატოვა ბავშვები ობლად, ეს პატარა გასაზრდელი დაგვიტოვა. არც უფიქრეთ, ის 11 დღე რეანიმაციის ექიმებზე ვიყავით მინდობილი. ესენი არცა ჩანდნენ, საერთოდ არა ჩანდნენ. აი თუ ძალათი ვნახავდი და დაველაპარაკებოდი და ნუ ეს რა თქმა უნდა თვითონ ზაზავალენი დიდად იმაშობოდა მეუღლეს აიმედებდა რომ გადაარჩენდა და გამოიყვანდა პირდებოდა კი რა თქმა უნდა და რა გითხრა მე ამ სალომეს საჯაია მის მინდა ბოლომდე და მეუბნება რომ მე ვეცდებიო რომ გადავარჩინო არა და საერთოდ არ პატრონობდა რითი ეცდებოდა თუ არ მოდიოდა მინდოდა რომ მომეტანა სისხლი და გადამესხაო. არა და ანუ ბოლოს ვუთხარ რომ აი იმედია რომ გადაარჩენ მეთქი. და ინუ დაღუპა 4 შვილს რომ უდედოთ დატოვო მეთქი. კარგი მე წავიდა საზავალიანიც ფაქტიურად იცავდა, ანუ ისეთ მდგომარეობაში შევედი რომ სალომე სალამის ვიჩხუბე და ჩამიდგა ზაზავალიანმა შუაში რომ არაფერი არ უთხრას. ერთი კვირის შემდეგ გამოვიძახე პოლიცია, მინდოდა რომ საჩივარი დამეწერა სალომე საჯაიაძე, რა თქმა უნდა ზაზავალიანმაც დაინახა რომ უკვე პოლიცია მოვიდა იქ და სალომე საჯაიას უჩივლე. შემდეგ დაიბარა ბიძაჩემი და მისი მეუღლე რომ საჩივარი ვარგინათ, მოდით თავი დავანებოთ, ერთად შევიკრათ და ვეცადოთ ლეილა ბიგანიშვილის გადარჩენას. როცა ბიძაჩემა ეს გაიგო რომ ამ დროს გათიშულ მდგომარეობაში ამოვიდა ბიძაჩემი და მეუბნება რომ მარიტა მოდი დროებით გავჩერდეთ და დაველოდოთ ექიმებმა რომ ეცადონ გადაარჩინონო. დაგვიბარეს იმ საღამოსვე, როცა ეს ამბავი მოხდა და გვეუბნებიან რომ კონსილიუმი შევკარით და ყველაფერი გამოსავალი ვიპოვეთ რომ მას ამოვუოთ საშვილოსნო, ფაქტიურად აქვს სეფსისი წასულიო და უნდა ამოვუოთ ოპერაცია, უნდა გაუკეთოთ. შეიყვანეს ღამის 9 საათზე, გათიშულ გაუკეთეს მეორე ოპერაცია და რო გამოვიდნენ გახარებულები გვეუბნებიან რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თვითონ გაგვახარეს ჩვენს. მეორე დღეს ვკითხულობთ ამბავს ისე მძიმე მდგომარეობა და უკვე მე-11 დღეს ჩამოდის ექიმი ყველა იქ იყავით ხო? მე და ბებია ვიყავით უკვე იმ დილას დარჩენილი 11 დილით. მეუღლეს დაისვენე მეთქი. და დილით ჩამოდის ექიმი აკაკუნებს კარებზე რომ ერთ-ერთმა ვამოდით ზემოთო. შვილმა წამოვიდეს რომ მე არ მივიდე. მეუღლე არ იყო და შვილობა ამეთქი კიო. მოვედით მე ჩვენ. ავედი ზემოთ ჯერ ასვლამდე ფაქტიურად უკვე მეშინ უტა და ორგანიზმის უკვე მიგრძნობდა რომ ცუდი რამ ხდება. შემიყვანა რეანიმაციის ექიმა და მეუბნება რომ გული უკვე ვეღარ ქაჩავს წნევა და ბლაეცემა და გადარჩენის იმედს ვერანაირად ვეღარ გაძლევთ. ელოდეთ ყველაფერსო. ყველაფერს ელოდეთო. პირველ საათზე გარდაცვლილია. ანუ სხვებს ვარეკინებდით, ანუ ხალხი ყავდა რაღაც და ერთ-ერთს უთქმია რომ მყდარიაო რა და ჩვენ კიდე დაგვირეკეს 5 საათი იყო რომ ვითხრას რომ გული გაუჩერდაო. მაგრამ ყველაფერის თავი და თავი დასაწყისიც და ბოლოც არის სალომე საჯაია რომ ყველაფერი არ გაითვალისწინა როგორც საჭირო იყო. დირექტორი მხარს უკავებდა. ზაზავალიანი კიდე მის გვერდით იდგა, რომ სალომე საჯაია ყველანაირად დაეცვა, ყველანაირად ცდილობდნენ და როცა 11-ში ზაზავალიანი გველაპარაკებდა, გვეუბნებოდა რომ
მეორე დღესო თირკმელიო აღარ მუშაობდა და როცა ავდიოდით, ანუ იქ სხვანაირი ფაქტები ხდებოდა და აბა ვისიდან ან რანაირად მოქონდათ ეს ფაქტები, რომ რასაც ხედავდით ჩვენ იქ. ვიცი რა მითხარი? შენ როდესაც ახვედი, მაშინ იყო ძიმე მდგომარეობაში, მაგრამ იყო ცოცხალი და რომელი საათი იყო? ანუ მე მითხრეს 11 საათზე ჩამოვიდა ექიმი. შენ ვერ ნახედე და შევედი 1 საათი. ჩამოვიდა, არ დალაპარაკებია. 1 საათი მის გვერდით ვიყავი ბოლო დღეს, ბოლო წუთში მე ვიყავი მასთან 1 საათის მანძილზე. სადღაც 12 იქნებოდა. გონზე რა თქმა უნდა არ იყო. გონზე არანაირად არ იყო, აი დასიებული იყო. აი ვიღაცას რა ალბათ ნემსი დაესო, გასკდებოდა ისეთ მდგომარეობაში შეიყვანეს და დაღუპეს დედაჩემი. ფაქტიურად დაჩეხეს და დაკლეს. აი ესეთ მდგომარეობაში დავტოვეთ. ბოლო იყავით თქვენ? სულ ბოლოს 11 რიცხვში მე ვნახე დედაჩემი და ბოლო წუთები მასთან მე ვიყავი. მაგრამ აი არანაირად აღარ რეაგირებდა არაფერი. 5 საათს ერეკავს დედაჩემის ტელეფონი, ანუ მის ნომერი ეწერა რეანიმაციის ექიმს და მიირეკავს, ანუ რომ პალატაშიო არავინ არ ხართო და სად ხართო, ანუ ერთ-ერთმა რომ მოხვიდეთო. ბებია იყო ჩემს გვერდით და ვეღარაფერი ვეღარ უთხარი, ანუ რომ რაღაც არ დაიმართოს ეხა რაღაცა. გავედი 2 წუთი სამზარეულოში, ურეკავი ექიმს და მეუბნება რომ გული გაუჩერდა. ასე დასრულდა ფაქტობრივად ამბავი. მინდოდა რომ შური მეძია თავიდანვე სალომეს საჯაიაზე, მაგრამ როცა დედაჩემი გარდაიცვალა, უბრალოდ იმის ფიქრიც კი აღარ მქონდა და იმის თავი, რომ რამეზე მეფიქრა და რაღაცნაირად გამომცავალი მეპოვნა. ნუ მაინც ჩვენ ველოდებოდით 3 თვე ექსპერტიზის პასუხს. იმიტომ რომ ექსპერტიზაზე გადავიყვანინეთ. ფაქტიურად საშვილოსნოს ამოღებით, მაგათმა გადამალეს ყველანაირი ფაქტი, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოვითხოვეთ გამოძიებელთან, რომ არის კადრები, არის ყველაფერი, ხო, ვიდეო კადრები ხო არის ჩაწერა, როგორ ხდება ცუდად, რას უკეთებენ. ხო, ყველაფერი უნდა გამოიძიოს, თვითონ გამოძიებელს. გვაქვსო ეს მასალა? ყველაფერი ამოვაღებინეთ, ყველაფერი მოვთხოვეთ გამოძიებელს, რომ გაეკეთებინა და ეხლა არის ერთი საკითხი კიდე, დღეს მეუღლემ გითხრა, მეურვდიმ, რომ იქ როცა ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, რომ ტვინის შეშუპები დაიღუპა, უნდა მოვითხოვოთ რა გამოიწვია ეს ტვინის შეშუპება და ანუ განაცხადი უნდა გაკეთდეს მაგის თაობაზე და არ აკეთებენო საიმაში თვითონ ექსპერტიზაში არ აკეთებენ მაგ განაცხადს, დარეკა რამდენჯერმე და არ აქცევა ყურადღებას. არ ვის უნდა მიმართო ეგეც არ ვიცი, მაგასაც გარკვევა უნდა. ნუ შევაწუხებთ ყოველ შემთხვევაში ამდენი ადამიანი რომ დავრეკავთ, იქნება მოგოქციონ ყურადღება, რომ ჩვენ პასუხი გავიგოთ, ეს ქალი რატო დაიღუპა. ბავშვი იყო 17 დღე ავადმყოფოში. რომ დედამისიც რომ გავასვენეთ, მე მეიყვანა მამამის მასახში. არც ამბობდა ორსულობას. მერვე თვეში იყო რომ მე მითხრა. მართლა? მეუღლე მითხრა მახარო რაღაცა გიმახარობლო უნდა და რა ნანახი როდის გყავდათ ბოლოს? ბოლოს აგვისტოში შარშა. დაჟე დიდმა გოგომაც არ იცოდა ჩემმა. რატომ ალავდა? რატომ ალავდა ერთ ცვენოდა რომ ამ ხელოვანი შვილები ყავდა და მე რა ამ კაც შვილები არ ყავდა და ცოლი არ ყავდა. მეორე ქორწინებიდან. ხო, გავიგე რა მოხდა. 22 აგვისტოს მანქანით ჩამაცილეს საჭი. ორი ღამე გაჩერდა ჩემთან. უნდა და რომ ყველასი სიურპრიზი გაეკეთებინა, მაგრამ ეს სიურპრიზი ცუდად დაგვიმთავრეს სამწუხაროდ. მაგრამ იცოდი რა თქმა. მე იანვარში გავიგე, ბავშვი მყავდა ცუდად და წამოვიყვანე თბილისში. ჩემთან გაიგოს. ერთი კვირის მანძილზე აქეთ ვიყავი და ხედავდი რა მდგომარეობაში იყო წნევები და ეს ექიმი კიდე უწელავდა, რომ ბავშვიც გავზარდოთ და ორივე კარგად იყოთო, მაგრამ უგუღა მეიქცა მის ახლა. ბავშვი ჯამთელი დაიბადა. კი, ერთი ფაქტი არის ისაც, რომ ბავშვს ჰქონდა თავი გაჭრილი. კი. ერთი კვირის შემდეგ, როცა მივედი, ანუ ამ ბავშვს ვუყურებ რაღაცნაირად და აი ჭრილობა რო რჩება, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ბავშვს თავი და იქ ჩვილი ბავშვის თავი დავაპარაკოთ. კი. და პედიატრს რო ვკითხე მის ბავშვის ექიმს, ეს რა არის მეთქი და ესო თანდაყოლილიაო
მაგრამ როცა მოძრებაო, ოდნო მოკერვა დასჭირდებაო ამასო, მაგრამ ბავშვობა თავი მოურჩა და არაფერი არა. შრამი აქვს გაჭრილი. შრამივით დარჩა როგორც გაჭრილიანო. რა ეჭვები გაქვთ? როცა გაუკეთა ოპერაციის დროს დააზიანეს ფაქტიურად. ეგ იყო ნაჩქარავად გაკეთებული საკაისრო. როგორც კი ადამიანს მეშვიდე თვეში დაეწყო ეს წლები, მისთვის იყო საშიში უკვე მდგომარეობა. 7 თვის უნდა ამია. ბავშვი იყო მოყვითალო ფერში იყო, როცა დაიბადა. მეზობლისთვისაც უთქვია, რომ ანუ როგორ გარესკევ ამას აქშიო და ანუ თუ არ გარესკევ ვერ მოკვდებიო, ეს სიტყვები უთხრა. აი, საიდან გზნობა არ ვიცი. ყველაფერი მზად ქონდა ბავშვის, აი რაც კი საჭირო იყო. რას გეუბნებოდა მომავალ შვილზე? შენ შვილი ყავს თვითონ? კი, ორი შვილი ყავს. ანუ რო გაიზრდება მეკითხა რო არ დამიჯერებს მეთქი წოდა ანუ თუ გამობრაზა ცემეთქი ცოტა ყურებს აუწევი მეთქი და არაო ისეთი გაიზრდება ისეთი თფილი იქნებაო. ძალიან ბევრი გეგმები ქონდა. ძალიან ბევრი ამას გეგმობდით, სუეთად ვატარებდით დროს. დასაცმელებით ცეთად უყიდეთ, აურჩიეთ. ყველაფერს წინასწარ, ძიძას წუხდით. ერთად წავედით საყიდლებზე და ბავშვისგან რაღაცებს ყიდულობთ კიდე რაღაც ბოდები და რაღაცები უყიდე და ერთი ბოდე ისე ძალიან მოეწონა რომ ესო უნდა უყიდო უეჭველიო რომ ჩაიცვას რომ გაიზრდება და რაღაც ცოტა დიდიც იყო, მაგრამ ძალიან საყვარელი რაღაცა იყო და ესეც უნდა უყიდო. ყველაფერი მომზადებული ქონდა რაც კი ბავშვისთვის საჭირო იყო, ეტლი დაწყებული ყველაფერი, აი რაც კი ბავშვს ჭირდება, წინასწარ ყველაფერი ნაყიდი ქონდა, აი არ ვიცი გული უგრძნობდა, არ ვიცი რა ხდებოდა, არ ვიცი. ანუ მამასთან ერიხა ბავშვი და ზრდის ძიძა. ძიძა თვითონ ძიძასთანაც დღეღამი. ვერ გამონახეს ძიძა, ძვირები დუპასე და ამ ქალმა თვითონ გამოჩნდა. მე ვიცნობდი ნატოსო და მადრიზაო გავზრდიო. დღეს ვიყავით მშვენივრად ყავს. ხო არ გიფიქრიათ რომ თქვენთან წააგეყვანოთ? ანუ გვინდოდა, მაგრამ მამამისი ფაქტიურად ამისი შორეზე ვერ გაგატანთ. ცოტა ხანითო წაიყვანოთ, მე რა ვქნა, დღეს უთხრა. რას ითხოვთ, თქვენი მოთხოვნა რა არის და რა გეგმები გაქვთ? საერთოდ არ უნდა იყვნენ მაგენი მაღსავანწყობაში. თეთრი ხალათი არ უნდა ეწვა. როცა დედაჩემი გარდამეცვალა მესამე დღეს ანუ ისეთ ცუდად გავხდი რომ მინდოდა რომ სალომისთვის დამერეკა და მე თქვა რომ ეხლა კმაყოფილი ხარ იმისთვის რაც დედაჩემს დაუშავე და 4 შვილი დააობლე მეთქი ვიზიარებ მწუხარების მონაწილე ვარ რომ აი ესე მითხრა ბოლოს რა გიქ შენი მწუხარება რაში მინდა მეთქი ანუ დედაჩემს გამიბრუნებ მეთქი გამიცოცხლე ყველაფერი შენი ბრალია მეთქი მაგრამ მე არანაირი დამნაშავე არა ვარო აი ესე მითხრა დამიმტკიცე რომ დამნაშავე ვარო არა და თვითონაც ის რომ დამნაშავეა ყველაფერში. მაგრამ აი მიუმართავ ხალხს რომ არ გაეკარონ მაგ ექიმს და თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ როგორც დედაჩემმა დაიღუპა თავი ბოლომდე მიედო სალომე საჯაიას მაგრამ ცოცხალი მის ფეხით შევიდა ადამიანი და გამოგვატანეს მკვდარი. გავიგე რომ ძალიან ბევრი ულიცენზიო ექიმები მუშაობენ მაგ საავადმყოფოში და ძალიან მაინტერესებს სალომე საჯაიას თუ აქვს ლიცენზია და იმის უფლება რომ აკეთებს ოპერაციებს. ეს არ იცით? არ ვიცი. დაი. ეს გამოსაძებელია. მოვითხოვდო ჯანდაცვა მიაქციას ყურადღება პირველ რიგში ზაზა ავალიანს ვის ამუშავებს მე მაგას ვიტყვი აქვს თუ არა ამ ექიმებს ლიცენზიები და შეუჩერონ და მოსთხოვონ პასუხი. რატო არის ამდენი სიკვდილიანობა მაგ საავადმყოფოში? ჩვენ ხო პირველი არა ვართ. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი გამოუძიებელი ამბებია. მე ვეძებ ხალხს, რომელებიც დაზარალებულები არიან. ვეცდები რომ ყველა ერთად შევგროვდეთ, მათ საშუალება არ ვიცეთ მუშაობის საერთოდ. გეგმა რა გაქვთ ახლა პირველ რიგში? ნუ ვეცდებით რომ ჯერ აი ექსპერტიზას მოვთხოვოთ ის რომ რისგან დაემართა ტვინის შეშუპება რომ მოუვიდათ პასუხი. და მიუყვეთ გამოძიებას და ადვოკატი ავიყვანოთ რაღაცა როგორმე გამოძიებას მიუყვეთ. უბრალოდ სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი იძახის, რაც გიდა დადგე ყირაზე, ექიმებს ვერაფერს ვერ უშვები, იმიტომ რომ არ ვიცი, არ ვიმეფარველო, რა შეასახმე ვერ გავიგე.
არ ვიცით. უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს. პირველ სამშობიაროს არ გაეკაროთ. სალომე საჯაია და სადაც ზაზა ავალიანი არის დირექტორი. არც ერთ ექიმს მე მგონი ლიცენზია არ აქვს და ძალიან ბევრი კვდება. აი ელემენტარულ სისხლის აღებაზეც სანდოები არ არიან. სადაც არ შევიდნენ. ყველა ნახავს და ყველა მოისმენს. ჯანდაცვამ იცის ჩემი შვილის ფოტოც აქვს და პირადობაც აქვს. ყველა მიცის. ყველამ დაგვიდგეს მხარში, პოლიციამაც რომ მაგენს საერთოდ მხარი არ უნდა გქონდეს მაგ მუშაობის. დირექტორიც არ უნდა იყოს მაგ. რეალურად შვილი ნახა შვილი ნახა ერთხელ ფაქტიურად. შვილი ნახა კიდე ცურათებით ჩაგვიყარა ყველაფერი. ერთი დღე გაატარა შვილთან? ნახევარი რამოდენიმე საათი. ღამის 4 საათზე უკვე ბავშვი ეყოლა და მეორე დღის პირველის 15 წუთზე მე ლაპარაკა ბოლოს. მაგის მერე ეკთანი ჩემი თვალი დავინახე, როგორ შემოვიდა და გაუკეთა ნემსი, უნდა გაიკეთებინა და გამითიშა, რომ დაგირეკაო. იმის მერე არავისთან აღარ ულაპარაკია. ეს მომიკლა სალომე საჯაია. ზაზა ავალიანმა. უპასუხის მგებლოები არიან, მაგრამ პასუხს თხოვ მე მაგენს. მე ვარ დედა 77 წლის. ჩემი თავი შვილს უნდა ეტირა და მე მატირებენ. ჩემი ცოდვები და ჩემი შვილის ცოდვები მაგენს არ გაახარებს. ჯერ რომ სამონტყოფოში არ მყოლია იმპერი ჯანმრთელი გოგო მყავდა. თურქეთი გიდო და გერმანია სად ნამუშევარი არ იყო ყველანაირი ენა იწოდა რა ვიცი ჯანმრთელი გოგო მყავდა. უსირთხულოდ გამოდის ეს ავალიანი და გვეუბნება რომ შვილების პალატა მიჩუქნიაო, მაგრამ ამდენი ნუ გაჩერდებითო ძალიან გთხოვთო. წამოგძენით და სახლში გეცემით პატივსო. აი რად მინდოდა მისი პალატა და მისი სახლი თუნდაც დედა ჩემი გამომეყვანა ცოცხალი იქიდან მის ფეხით გამოსულიყო. ვინც არის დაზარალებული ამ საავადმყოფოთი მოგწერონ, გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და სადაც საჭირო ერთად დგომით, მოვთხოვოთ ზაზა ავალიანს პასუხი, რატო ამუშავებს ესეთ ექიმებს, რომელსაც არ აქვთ ცოდნა ელემენტარული დანიშნულების დაწერის. მინდა რომ ეს საქმე მიიყვანოთ ბოლომდე, ეს ბრძოლა მოიგოთ. უფრო ჯანდაცვამ უნდა დაგვეხმაროს. სახელმწიფო უნდა სახელმწიფო. ეხლა მე დედა ჩემი სასაფლაოზე მისვლა კი არ უნდა მიზევდეს, მის ბედნიერებას უნდა ვიზიარებდე და ჩემ ძმასთან ერთად ფაქტობრივად გვერდით უნდა მყოლოდა. და უნდა გაიხარა და ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რომ გაეზარდა მისი შვილი. გამძლეობას გისურვებთ ყველას და მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ ამ ხელგზა გამოიარეთ და ასეთ მძიმე თემაზე შეძელით საუბარი ჩვენთან. მადლობა თქვენს, რომ იზიარებთ ჩვენს ამბავს.